ახალი 6-ზე პირდაპირ ეთერში დაბრუნდა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლონდონში ჩემთემ ჰაუსში მრგვალი მაგდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. ირაკლი ალასანიას გამოსვლას გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ჟურნალისტები ესწრებოდნენ. თავდაცვის მინისტრმა საუბარი სამხედრო დოქტრინის შესახებ დაიწყო, რომელშიც წარსულში დაშვებული შეცდომები იქნება გათვალისწინებული. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ბოლო 20 წლის განმავლობაში სამჯერ ჰქონდა ომი რუსეთთან, მაგრამ სამხედრო წარმატებები თუ მარცხი არასდროს ყოფილა გაანალიზებული. ამიტომ გსურს სტრატეგიულ, ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეზე განვახორციელოთ ყველა ქმედება იყოს შესწავლილი. ეს შეცდომები გათვალისწინებული უნდა იყოს თავდაცვის მომავალ დოქტრინაში, რათა აღარ განმეორდეს, განაცხადა ირაკლი ალასანიამ. ჩემთემ ჰაუსში გამართულ დისკუსიაში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან და რუსეთთან მომავალი ურთიერთობების შესახებაც ისაუბრა. Which was never done in Georgia. Ჩვენ გსურს გქონდეს თავდაცვის დოქტრინა, სადაც გათვალისწინებული იქნება წარსულში დაშვებული შეცდომები. ასეთი დოქტრინა საქართველოში არასდროს შემუშავებულა. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ბოლო 20 წლის განმავლობაში სამჯერ ჰქონდა ომი რუსეთთან, მაგრამ სამხედრო წარმატებები თუ მარცხი არასდროს ყოფილა გაანალიზებული. ამიტომაც გსურს სტრატეგიულ, ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეებზე განხორციელებული ყველა ქმედება იყოს შესწავლილი. ეს შეცდომები გათვალისწინებული უნდა იყოს თავდაცვის მომავალ დოქტრინაში, რათა აღარ განმეორდეს. მე როგორც მინისტრი მოუთმენლად ველი კომისიის ექსპერტების თუ სამხედრო კუთხით ბოლო 20 წლის შეცდომების გაანალიზების შედეგს თუ რა სახის სამხედრო გაკვეთილები მივიღეთ. შეცდომებს ისტორიიდან ვსწავლობ, მაგრამ წარსული შეცდომების გაანალიზება ვინმეს დადანაშაულებას არ ნიშნავს. სამხედრო თვალსაზრისით შესწავლილი და გაანალიზებული უნდა იყოს სამხედრო ოპერაციის დაწყება და მისი მიმდინარეობა სტრატეგიულ, ოპერატიულ თუ ტაქტიკურ დონეზე. რა გადაწყვეტილებები იყო მიღებული წარუმატებელი ოპერაციის შედეგიდან გამომდინარე. მინდა რომ თავდაცვის სტრატეგიასა და დოქტრინაში სწორედ ეს შეცდომები იყოს გათვალისწინებული. ამ საკითხებს კომისია სამხედრო ოპერაციებიდან მიღებული გაკვეთილებით შეისწავლის.